ესეის გადაცემა ქუჩის გამოკითხვა მე კი მისი წამყვანი მირანდა ბაღათურია გახლავარ დღევანდელი გამოკითხვა წიგნიერების დონეს ეხება საქართველოში თუ რა წაიკითხეს ბოლოს ან რომელი ჟანრია რომელი მწერალია ნაწარმოები მოსწონთ მათ ბოლოს რა წაიკითხეთ თეთრი ბაირაღი შენი საყვარელი მწერალი ნაწარმოები ასევე ილია ჭავჭავაძე და ნაწარმოები არ ვიცი ბევრი მომწონს საყვარელი ჟანრი დეტექტივი ზეგი რა წაიკითხეთ ბოლოს მე წავიკითხე ბოლოს ბალზაკის შაგრენის ტყავი. საყვარელი ნაწარმოები? აი სწორედ ეს არის ყველაზე მეტად ეგ მომეწონა. მწერალი და ჟანრი. აი ბალზაკი მომწონს ყველაზე მეტად, მე აი უფრო მეტად ეს მრავალფეროვნებით არ გამოვირჩევი კითხვა იმდენ და არ მიყვარს, მაგრამ აი ბალზაკი და მომწონს ესეთი რაღაცეები და ამ ბოლო დროს რაც სტუდენტი ვარ, იმის მერე დავიწყე, თორე აბიტურიენტობის პერიოდში არ მეცალა იმდენად აი ამისთვის და დიდი მადლობა. არაფერ. თქვენი საყვარელი მწერალი? პაულო კოელიო, საყვარელი არა, მაგრამ ისეთი. რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ. და ნაწარმოები? ბოლოს რა წავიკითხე პაულო კოელიოსი. რა არ მახსოვს იმათლე. გონი რაღაცა 1000 წელი რაღაც სახელი არ მახსოვს. ჟანრი რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ. გააჩნია ესე არ არის თქვათ რომ რაღაცა განსაკუთრებით მომწონდეს, მაგრამ სათავ გადასავლა უფრო ალბათ. რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხე გურამ დაჩაშვილის სამოსელი პირველი. ჟანრი რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ. ჟანრი უფრო რაღაც აი მისტიკა, რაღაც ოსტატი და მარგარიტას თავის დაახლოებით. საყვარელი მწერალი? გაბრიელ გარსია მარკესი. ძალიან დიდი მადლობა. რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხეთ შერლოკ ჰოლმსი. საყვარელი ჟანრი? დეტექტივი. მადლობა. კითხეთ ბოლოს? 80000 კილომეტრი წყალქვეშ. თქვენი საყვარელი ნაწარმოები? ჩემი საყვარელი ნაწარმოები და საყვარელი მწერალი არის ოთარ ჭილაძე და მის ნაწარმოებები აქვს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ჟანრი? ჟანრი რა ვიცი ნებისმიერი არ არის, რომ თავარია ოთარ ჭილაძის თეთრი ლექსები მიყვარს ძალიან. მადლობა. ესე იგი, რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხე მარიო პიოზოს ნათლია. აი მადლობა. რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხე ჩარლზ დიკენსის დევიდ კოპერფილდი. რა ჟანრის ნაწარმოებები გიყვართ? უფრო სათავგადასავლა. მადლობა. კეთ ბოლოს გოგოება. ბოლოს წავიკითხე აგათა კრისტის სიკვდილი ღრუბლებში. მექანიკური პორტოხალი. საყვარელი ჟანრი? რა ვიცი. რაც მაინტერესებს იმას ვკითხულობ ხოლმე სულ. მწერალი? არ ძირითადად მე რომანებს ვკითხულობ ხოლმე. გიყვართ კითხვა ზოგადად? კი ძალიან. მადლობა დიდი. წაიკითხეთ ბოლოს? და ანუ ქართველი არ აქვს მნიშვნელობა ზოგადად რა წაიკითხეთ? ბოლოს წავიკითხე თვინიერი. ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები. ქართველი მწერლებიდან უპირატესობას რატომღაც ნოდარ დუმბაძეს ვანიჭებ. ნუ ძალიან ბევრს რატომღაც ამიტომ თქვი, მაგრამ ჩემთვის მაინც ნოდარ დუმბაძეა ყველაზე ძვირფასი, იმიტომ რომ საერთოდ ეს ჟანრი მომწონს. მადლობა დიდი. ანუკა შენ მაინც გვიშველე და მითხარი რა წაიკითხეთ ბოლოს შენი საყვარელი ჟანრი, ნაწარმოები და წიგნი და მწერალი რა თქმა უნდა. რა წავიკითხე ბოლოს? ბოლოს წავიკითხე ნაირა გელოშვილის ამბრნი, უმბრნი და არაბნი. ეხლა ვკითხულობ სუნამოს, საყვარელ წიგნს რაც შეეხება ესე რომ გითხრა რომ გამორჩეულად რაღაცა წიგნზე ვგიჟდები, არა, მაგრამ ძალიან მიყვარს ქარიშხლიანი უღელტეხილი ფორთოხლის გოგონა და ნუ კიდე უამრავი წიგნი ესე არ დავასახელებ. საერთოდ ჩვენი ასაკის ადამიანებს, ბავშვებს კოელია უყვართ ხოლმე ძალიან, მაგრამ მე კოელიაზე არ ვგიჟდები, თუმცა ძალიან მიყვარს ერთ ნაწარმოები, მას სწავლა ძალიან ბევრი რაღაც ზაჰირმა, ასევე ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა რიო პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი ამან. ძალიან ბევრი წიგნი ისეთი, რომელსაც შემიძლია თქვა, რომ მომწონს. რაც შეეხება ჟანრს, არ გამოვარჩევ, ვიცი რატომ, იმიტომ რომ თუ წიგნი მომწონს, არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრის იქნება, მაგრამ არ მიყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნები და ნუ გიჟდები რომანებზე და რაღაც რომანტიკული. მაღალია წიგნიერების დონე საქართველოში და რამდენი ჭირდება ჩვენ ახალგაზრდებს წიგნი. ზოგადად რაც გვასწავლის და რაში დაგვეხმარება. შენი გადაცემა მთლიანად ეკუთვნის გამოკითხვებს. დღეს გაქვს ამ თემაზე გამოკითხვა და ალბათ დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავს არიგებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თუ რა წაიკითხა ბოლოს, იმიტომ რომ განაიმიტა რომ უბრალოდ რაღაც კამერის შეშ აქვს, უბრალოდ არც კი ახსოვს გამონტელექტე რომ არ უყვარს კითხვა და არ კითხულობენ ბევრს. ეს არის ზოგადად თინეიჯერების დიდი პრობლემაა, მაგრამ საბედნიეროდ იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ და სადაც ჩემი მეგობრები, ვისაც ჩემი მეგობრები ქვიათ, მათ ძალიან უყვართ კითხვა და მახარებს ეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ შეუძლებელი ადამიანს შეეძლოს ელემენტარული ორი წინადადების ერთმანეთზე გადაბმა, თუ მას ორი წიგნი მაინც არ აქვს წაკითხული. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ფრცელი კომენტარისთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენ და მიხარია თუ რამეში დაგეხმარეთ. რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხე ჯეინიარი. საყვარელი მწერალი, ჟანრი, ნაწარმოები? ვაჟა-ფშაველა, ბახტრიონი. ძალიან დიდი მადლობა. რა წაიკითხე ბოლოს?
ილია ჭავჭავაძეს მოთხრობების კრებული. საყვარელი ჟანრი, მწერალი, ნაწარმოები. საერთოდ ჟანრი დეტექტიური და ნაწარის ამ მწერალი, რავი. საერთოდ უცხოელები უფრო მეტად მეყვარს. ახლა ვიდრე ქართველები და ზოგადად წიგნერების დონე მაღალია ჩვენს ახალგაზრდებში, ახალგაზრდობაში? საერთოდ რავი, მე ვფიქრობ არც ისე ხო. რაღაცა გართობაზე აქვთ ხელი? მეტად უფრო კომპიუტერი თქვა კლუბები რაღაც და ესა ანუ ახალგაზრდობასთან შესაბამისად მეტ გასართობს პოულობენ ვიდრე წიგნში. ძალიან დიდი მადლობა. რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხე ჯეინ იერი. საყვარელი მწერალი. ჩემი საყვარელი მწერალი ისე კონკრეტულად არ გყავთ, ხო? ნუ მე ბევრია რა, ანუ სხვადასხვა ჟანრი რომ ქართველებს ანიჭებთ უპირატესობას თუ უცხოელ მწერლებს? ქართველებს, ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაინც ქართველები არიან. ჟანრი რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ და მოგწონთ? დეტექტიური ჟანრი, ასევე რომანებიც ძალიან მომწონს და უფრო მეტად დეტექტიური. მადლობა დიდი. რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხე ბალზაკის შაგრერის ტყავი. საყვარელი მწერალი, ნაწარმოები და ჟანრი. ჩემი საყვარელი მწერალი არის გაბრიელ გარსია მარკესი, საყვარელი ნაწარმოები მარტოობის 100 წელი და ბოლო რა მითხრა? ჟანრი. ჟანრი, ნუ რავი, ყველანაირი. გამორჩეულად არც ერთი. ძალიან დიდი მადლობა. რა წაიკითხეთ ბოლოს? ბოლოს წავიკითხე დორიან გრეის პორტრეტი. საყვარელი ჟანრი, მწერალი და ნაწარმოები. საყვარელი ნაწარმოები უცხო მხედარი და ჟანრი ალბათ უფრო სადავგადასავლო. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის გადაცემა ქუჩის გამოკითხვა, მე კი მისი წამყვანი მირანდა ბაღათურია გახდით, მოკლედ იმედია საინტერესო და კარგი გადაცემა გამოგვივიდა.